კახეთში კი რთველი დასრულდა ვაშლის ექსპორტისგან განსხვავებით ქართული ღვინო როგორც ეროვნულ სააგენტოში ამბობენ პოზიციებს იმყარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უპასუხებს ახლა ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით ბატონო ლევან. მას შემდეგ რაც რუსული ბაზარი გაიხსნა მეტნაკლებად ღვინის მწარმოებლებისთვის პრობლემები მოგვარდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ რეალობას, რამდენად სტაბილურია დღეს რუსული ბაზარი? დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი რუსული ბაზრის გახსნაზე, ჩვენ ამავე დროს ვამბობდით, რომ რუსული ბაზარი არ უნდა იყოს ჩვენთვის ერთადერთი ბაზარი და ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე არ უნდა იყოს განსაკუთრებით დიდი. ამიტომ სააგენტოს ყოველთვის სტრატეგია იყო ბაზრების დივერსიფიცირება და სხვა ბაზრების განვითარება, სადაც პოტენციურად ქართულ ღვინოს შეიძლება. და რომელ ბაზრებზე აკეთებთ აქცენტს? ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ სტრატეგიული გეგმა შევიმუშავეთ და ამის მიხედვით დავსახეთ მიმართულებები. ეს არის ის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს გააჩნია ცნობადობა და პოტენციალი გვაქვს, რომ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი. ეს არის სოციალისტური ყოფილი ქვეყნები, ამავე დროს არის ბაზრები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამერიკაში, სადაც არ არიან ძალიან კონსერვატორულები და შეიძლება ახალი პროდუქტი მიიღონ, თუმცა აქ რა თქმა უნდა დაუღალავი რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად შეიძლება მოვიპოვოთ მარტო საიმედო პოზიციები. მაგრამ ამ მიმართულებით მე მინდა გითხრათ, რომ მუშაობა მართლაც მიდის ძალიან ინტენსიურად. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ 23-დან 25 ოქტომბრამდე იმართება ძალიან დიდი გამოფენა ჩენგდუში, ჩინეთში, სადაც ქართული კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას. და რამდენად პერსპექტიულია ჩინური ბაზარი? რა სამუშაოებია ჩატარებული აღნიშნული ბაზრის დასათვისებლად? დიახ, ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად ორი მიმართულებაა გამოსაყოფი. ერთი ეს არის სახელმწიფოებრივი, რასაც სახელმწიფო მე ვფიქრობ, რომ წელს ინტენსიურად ახორციელებს. ეს არის სახელმწიფო შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებთან, ის რომ ქართული ღვინო სამთავრობო დონეზე განხილული იქნას როგორც მისაღები პროდუქტი ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფო რეგულირებადი ეკონომიკა ჩინეთი და ეს არ არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სტანდარტული გაგებით. ამ კუთხით ბევრი გაკეთდა და მე მინდა გითხრათ, რომ მთავრობათშორისი კომისიის შეხვედრები იმართება ზუსტად ახლა 21-დან 24 ოქტომბრამდე, სადაც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ხდებიან ჩინეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრებს, იგივე ქალაქ ჩენგდუში გამოფენასთან ერთად და ჩვენი იმედია, რომ სახელმწიფო დონეზე ეს საკითხი უკვე ისმევა, შედის სპეციალურ შეთანხმებაში, რომ ქართული სახელმწიფო აყენებს ღვინის გაყიდვების ახალისებას პრიორიტეტად, რასაც ჩინეთის ხელისუფლება ითვალისწინებს, ეს წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად და ამას უნდა რა თქმა უნდა მიყვეს მარკეტინგული ღონისძიებები, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო მე მინდა გითხრათ, რომ რეგულარულად ახორციელებს. დავებოდოთ შედეგებს, მანამდე რუსეთისა და ჩინეთის გარდა რომელ ბაზრებზე აკეთებს საუბარი? ჩინეთის გარდა ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ პოლონეთის ბაზარზე და მე მინდა გითხრათ, რომ პოლონეთში წელს გვაქვს 40%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. ეს გარკვეულწილად დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გავაკეთოთ კომპენსაცია იმ გაყიდვების შემცირების, რომელიც უკრაინაში მოულოდნელად გამოიწვია. ამავე დროს გაყიდვები იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ისევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, როგორც არის გერმანია, ბრიტანეთი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გლობალურად ქართული ღვინოს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ექნება სტაბილური ზრდა, რაც უზრუნველყოფს დარგის სტაბილურად განვითარებას. ძალიან დამოიმედებელი პროგნოზია და ბატონო ლევან, უდრათ იყო საუბარი ხარისხზე, რა სამუშაოები ტარდება იმისთვის, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი და კონკურენტუნარიანი? დიახ, ერთის მხრივ ის, რომ ჩვენ შევქმნით ძალიან ძლიერი სისტემა ხარისხის კონტროლის, რაც ეხება ექსპორტირებულ პროდუქციას და ამ კუთხით ჩვენ ფაქტიურად უპრეცედენტო სისტემა გვაქვს მიდევნებადობის, დაწყებული მოსავლის აღებიდან ჩამოსხმულ ბოთლამდე ჩვენ შეგვიძლია სრული მოდევნებადობის ციკლი გქონდეს. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ჩამოსხმულ პროდუქტს, ყველა ჩამოსხმულ ლოტს და ამისთვის არსებობს სათანადო ნორმატიული ბაზაც და ინფრასტრუქტურაც, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოშია შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ექსპორტირებული პროდუქციის, რომელიც კაცად კონტროლდება, საქართველოში თვითონ შიდა მოხმარების კუთხით იყოს ძალიან მკაცრი მიდგომები და ამ კუთხით ჩვენ ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნაბიჯი გადავდგით
მწვრთნელის ადმინისტრირებისას, როდესაც ჭაჭის კონტროლი შემოვიღეთ, კერძოდ ის, რომ საწარმოებიდან, ღვინის წარმოებელი კომპანიებიდან გადამუშავებული ყურძნის მასა ჭაჭა არ გადიოდა მოსახლეობაში და მისგან ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება ფაქტიურად შეწყდება საქართველოში. ანუ ეს ინდუსტრიულ დიდ მასაზეა საუბარი, რაც წლიდან წლამდე მანკიერი პრაქტიკა იყო ჩვენთან. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააანონსა, რომ მომავალი წლიდან იქნება ინტენსიური შემოწმებები კვების ობიექტებში ღვინის ხარისხთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, რომ რადიკალურად შეცვლის. ბატონ ლევან, რას აკეთებს ხელისუფლება გლეხების კიდევ უფრო დასახმარებლად? რამდენად მოხდება ასევე მომავალ წელს ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება? იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ალბათ ოფიციალურად შევაჯამებთ თველის დასრულების შედეგებს, ამაზე ალბათ სამინისტროს ექნება ოფიციალური განცხადება და ოფიციალური პრესკონფერენცია, თუმცა წინასწარი შედეგები ჩვენთვის არის ძალიან მრავლისმეტყველი, კერძოდ ის, რომ 120,000 ტონამდე ყურძენი ინდუსტრიულად გადამუშავდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წლების მე მინდა ცნობისთვის თქვა, რომ 50-60,000 ტონაზე მეტი არ მუშავდებოდა ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში, ნიშნავს, რომ ციფრები ძალიან შთამბეჭდავია და 170 მილიონზე მეტი თანხაა შესული მოსახლეობაში ყურძნის ჩაბარების შედეგად. ეს უპრეცედენტო ციფრებია და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალში. დიდი მადლობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი.